ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ბრუნდებით მედია ცენტრს ამჯერად მასრერის თემით და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას აკეთებენ სავალდებულო ტრანზიტის შეწყვეტის თაობაზე. მოგესალმებით, მე მოგაწოდებთ ინფორმაციას იმ საკაბელო ოპერატორების შესახებ, მასკერის დებულებების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გათიშეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი და ზოგადად იმ ტელეკომპანიების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელთა მიმართ მასკერის დებულებები ვრცელდებოდა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით რეგიონებში შესაბამის საკაბელო ოპერატორებთან და ამ ეტაპზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ფოთში გაითიშა ერთ-ერთმა საკაბელო ოპერატორმა გათიშა მეცხრე არხისა და TV მაესტროს ტრანზიტი, ასევე გაითიშა ოზურგეთში ამავე ტელეკომპანიების მაუწყებლობის ტრანზიტი. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ის საკაბელო ოპერატორი, რომელსაც ყავს დაახლოებით 3200 აბონენტი. მაუწყებლობის ტრანზიტის გათიშვა ასევე მოხდა ახალგორშიც, ახალქალაქში უკაცრავად, მას ყავს დაახლოებით 400 აბონენტი და მაუწყებლობის ტრანზიტი იმ არხებისა, რომელიც მე ჩამოთვალე, შეწყდა ქალაქ გორში. ეს არის ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ჩვენ ამ დროისათვის მოვიპოვეთ. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას შესაბამის საკაბელო ოპერატორებთან, ისევე როგორც აბონენტებთან და ტელემაუწყებლებთან და დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდეთ. გარდა ამისა, რაც შეიძლება ითქვას, მისასალმებელია, რომ საკაბელო ოპერატორთა გარკვეული ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება მათთვის ამოიწურა, კვლავ აგრძელებენ მაუწყებლობის ტრანზიტს. ჩვენ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არის ძალიან დიდი მოთხოვნა მასკერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რასაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ როგორც საკაბელო ოპერატორების გარკვეული ნაწილი, ასევე აბონენტები. დიდი მადლობა. თბილისში ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით იყო გარკვეული გათიშვები, თუმცა მაუწყებლობის ტრანზიტი ძირითადად უკვე აღდგენილია. ჩვენ როგორც მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, ეს არის ის ძირითადი და პირველადი მონაცემები, რომელიც ჩვენ ამ დროისათვის მოვიპოვეთ, თუმცა დამატებით ინფორმაცია ალბათ უახლოეს საათებშიც გვექნება. მოგესალმებით, მე მოკლედ შევეხები საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების საკითხებს. მოგეხსენებათ 24 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ძალიან მკაცრად განისაზღვრა უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღება. სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში ჩვენი შიშები გამართლა იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის თავმჯდომარეები არასწორად განმარტავენ დადგენილების ტექსტს და მაგალითად უზღუდავენ ფლიპ-კამერებით გადაღების შესაძლებლობას ჟურნალისტებს. ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი გლდანში ნომერ 29 უბანზე, საიდანაც გამოაძევეს ჟურნალისტი, იმიტომ რომ ახდენდა ვიდეო გადაღებას უბანზე. ასევე ამავე უბანზე განმარტება იყო სრულად არასწორი და განუმარტეს ჟურნალისტს, რომ არ შეუძლია მოქალაქეების ამომრჩევლების გადაღება, რაც არასწორია და წინააღმდეგება კანონს. 34 უბანზე თავმჯდომარემ სრულად უკანონოდ მიუთითა, რომ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ყუთის გადაღების უფლება ჰქონდა ჟურნალისტს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ცენტრალური საარჩევნო კომისია გვიმტკიცებდა იმას, რომ ესეთი ხარვეზები აღარ იქნებოდა და ჟურნალისტ